გამარჯობა. ამ ვიდეოში განვიხილავთ ლოგიკური მსჯელობის კომპონენტს, ამოცანად დაშვება. გვაქვს ეს ტიპის ამოცანა, ცნობილია რომ ტყუილია წინა დადება. რედაქტორმა ვერ იპოვა შეცდომა, ან იპოვა და არ გაასწორა. რომელი დასკვნა მართებული. ესე იგი, ჩვენ აქ მეგობრებო უნდა გავიხსენოთ ან კავშირის თეორია. ხო, ზოგადად კავშირები მნიშვნელოვანი კომპონენტია, სამი ფორმულირება გვაქვს, ხო? ესე იგი, ერთი არის A ან B, მეორე არის A და B და მესამე არის ან A ან B. ყველა ეს სცენარი ერთმანეთისგან განსხვავებულია, ხო? ვიცით ჩვენ რომ A და B ნიშნავს რომ ორივე ერთდროულად უნდა შესრულდეს. A ან B სამ ვარიანტს გულისხმობს, შეიძლება შესრულდეს A ცალკე, B ცალკე ან ორივე ერთდროულად. ხოლო ან A ან B თუ გვაქვს ეს მკაცრად ალტერნატიული და მხოლოდ ერთი შეიძლება შესრულდეს. როცა ჩვენ ამ კავშირების წინადადების უარყოფაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ რომ ან კავშირი დაკავშირით და დაკავშირი ან კავშირით იცვლება. გამონაკლისია ან კავშირი, რომელზეც მე სხვა ვიდეოში ვისაუბრებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვეუბნებიან რომ ტყუილია ან კავშირიანი წინადადებაა, ხო? ესე იგი ეს მთლიანობაში რთული წინადადება, რომელსაც ორ ნაწილად უყოფთ. პირველი ნაწილი არის რედაქტორმა ვერ იპოვა შეცდომა, ვინაიდან ჩვენ ვამბობთ რომ ერთი ან კავშირის მქონე წინადადების უარყოფა არის დაკავშირი და ორივეს უარყოფა. ორივე ნაწილი ესე უნდა შევცვალოთ საპირისპიროდ. რედაქტორმა ვერ იპოვა შეცდომა, შეიძლება რედაქტორმა იპოვა შეცდომად. ეს იქნება პირველი ნაწილის უარყოფა. გადმოვდივართ მეორე წინადადებაზე და აქ ხედავთ რომ იპოვა ფორმულირება უკვე გვხვდება. და ამას ვეღარ შევცვლით, იმიტომ რომ თან იპოვა, თან არ იპოვა ერთ ფაქტზე ვერ ვიტყვით რომ თან სიმართლეა და თან ტყუილი. ამიტომ დაკავშირიანი წინადადების უარყოფის მიზანიც რა კი გვაქვს, მეორე ნაწილის უარყოფა მოგვიწევს და არ გაასწორას, შევცვლით გაასწორათი. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი იქნება რედაქტორმა იპოვა შეცდომა და გაასწორა. პასუხი